ჩერგოლეიშვილიც ამას ამბობს, რომ მას უნდა თავარი ოპოზიციურ პარტიად იქცეს ლელო და არა ხელისუფლებაში მოხვდეს. ხო და აი ნახეთ წარმოიდგინეთ რომ თავარი ტყუილი, სადაც აი მე ყველანაირი ტყუილი შეიძლება აჭამოს ხალხს ჩემასეხნიამ და ლელომ. დიახ. აი როგორც წინას არჩევნო თქვენ ხო იცით რომ კვლევებს ხო იგივე კომპანია აკეთებდა კვლევას და ქოცებს 35 თუ რაღაც პროცენტი ქონდა წაგებული იყო ჩვენ მთელი საზოგადოება შეცდომას შეიყვანეს რომ ქოცები მარცხდებიან აი ხოგან იყოს ეს სიტუაცია ახლა საერთოდ სიგიჟეში გადავიდნენ ჩათვალეს რომ ამ არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესებით აი აქციაზე რომ ხალხი ფაქტობრივად მიილია ოპოზიციამ რომ ყველაფერი გიჟური ნაბიჯები გადადგა ყველას დაუარდა რეიტინგი გარდა ეგრეთ წოდებული ბარიერ გადალახული 4.5-9-25-ის. აი, ყველაზე სიგიჟეები ამათ ვაკეთეს და ყველა სხვა პარტიას რეიტინგი დაუარდა და მარტო ამათ მოემატათ და თან მოემატა ორივე მხარეს, იმას რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში და რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. ანუ ორივე მხარეს შეაფასა დადებითად ამორჩეველმა. ანუ ჩვენი ამორჩევლები მიაჩნიათ უბრალოდ თავიანთი ამორჩევლები ყოველ შემთხვევაში მიაჩნიათ უკიდეგანო იდიოტებად, რომელსაც შეუძლიათ ყველაფერი აჭამონ. და შესაბამისად მოუზადეს ასეთი соуსი. ნახეთ ქოცები, აი წკიპზე არიან 25% აქვს თბილისში. და ჩვენ თავარია მივიღოთ მონაწილეობა და ვინც არ მიიღებს ის მოღალატეა. თორე ქოცები დამარცხებულია. აი ამ ნარატივის გაყიდვა სურთ ახლა და ყველა მიცის ამ ქვეყანაში ამ წუთას ყველა მიცის რომ ქოცების რეიტინგი 25%-ზე მეტია და ეს მე საერთოდ არ მიხარია კაცო ნეტა არ იყოს, უფრო დაბალი იყოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამდეც როცა ტარდებოდა, ახლაც ტყუილია და შესაბამისად აი ამ ტყუილის მიწოდება ხდება საკუთარ ამორჩეველზე. ამ ტყუილის მიწოდება ხდება ოპოზიციურ ამორჩეველზე, რომ პასუხისმგებლობა მათ არათანმიმდევრულობაზე იმაზე რომ ვერც ბოიკოტზე თანხმდებიან, ვერც საერთო კანდიდატზე თანხმდებიან, შუაზე იყოფიან და ორივე იდიოტურად იქცევა, რომ ქართულ ოცნებას ხელში გამარჯვება უბრძოლველად კონდეს. აი ამისი გაправება ხდება სხვადასხვაგვარი ექსპერტებით, ერთმანეთზე გადაბრალებებით, სოციოლოგიური გამოკვლევებით, სატელევიზიო გადაცემებით და ეს კიდე გაგრძელდება. და ჩემი აზრით, უბრალოდ სიმართლე არის ის, რის დანახვაც არავის არ უნდა ამ წუთას. და ყველას ურჩევნია აი საკაიფო სიტყვები რო უთხრა რომ 25% ხოცები ცოტაც და დავამარცხეთ. ნაცები არ მონაწილეობენ, ჩვენც თითქმის იგივე გვაქვს. გახარიას და ჩვენ თითქმის 25% გვაქვს, რომ მეტიც. და ჩვენც კი ვამარცხებთ ხოცებს. და ანუ მოდით მიუხედავად იმისა, რომ ორი პარტია არ მონაწილეობს, მაინც მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. აი ეს ამ ნარატივის გაყიდვა ხდება. ყველას ესმის რომ ეს არის მცდარი ნარატივი, არასდროს აქედან არაფერი არ გამოვა, მაგრამ იცი რომ ერთის მხრივ პროპაგანდა სრულად შენია ოპოზიციური, სახელმწიფო მედიას აი ამ შენისწულებული კამპანიის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. შესაბამისად, საერთოდ არ დაგირპირისპირდება ამ სუბუქად დაგირპირისპირდება, ნაცერთ ტელევიზია არ აქვს. შეიძლება მისასწრებაც კი შეთანხმებულია ზოგადად თამაშის ეს წესები და ჩვეულებრივად ნაცვლად იმისა რომ ხალხს უთხრა რომ ხალხო ამ არჩევნებზე ქოცებს ვერ დავამხობთ. არ არის ეს არავინ ამისთვის არ ემზადება. არავის ეს არ უნდა. არავინ ამისთვის არ იბრძვის. და მოდი საკუთარ თავს მივხედოთ, აი მოდით იმ ხალხს რომელიც ახლა არ იბრძვიან ქართული ოცნების წინააღმდეგ სინამდვილეში. იმ ხალხს რომელიც უბრალოდ არც არასდროს არ იბრძოდნენ და უბრალოდ მეორე ადგილისთვის ჩარიჩობენ, მაგათი მხარდაჭერის ნაცვლად. მოდით ერთმანეთს მივხედოთ, ჩვენ ხო ამას ვუყურებთ ჩვენს ამორჩეველს, რომ ხალხო, ჩვენ ახლა ქოცებს ვერ დავამარცხებთ. ჩვენ ვიცით რომ აი ნახევარი ასე არის თამაშობს, ნახევარი ისე, შეთანხმებულები არიან ქოცებთან, იდიოტები არიან, ახლა ამის გარკვევას მე ვერ დავიწყებ, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია შეკპირდეთ ის არის რომ ვისაც გამაყვანინებთ თითო რაიონში, სადაც საკრებულოში ვიღაცას იქნება ჩემიანების, აი ვინც დადასტურა ამ კაცმა რო იცის რომ ხმა მიცეს. აი ამ კაცმა. ვახო მოვიდა იაგოს ხმა მიცა. იაგო არის ზესტაფონის საკრებულოს წევრი. იაგოს აქ ვალდებულება რომ ვახო რომ მოვა რაღაცა პრობლემა მის მოსაგვარებლად. სოციალური რაღაცა პრობლემიდან დაწყებული დამთავრებული სახლის წინ ასფალტი არა აქვს დაგებული. გვერდზე დაუდგეს და თვითონ იაგოსთან ერთად მერს შეხვდეს, საკრებულოს დააკროს დაადება. ანუ კონკრეტული პრობლემები გადაუჭრას ჩვენს მომხრე.